ერთ-ერთი. ლიმასოლში ჩამოვედი. ძალიან მიყვარს აქაურობა. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია ჩემი აზრით მთელ კვიპროსზე და არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ კარგი ამინდი არის, უკვე გამოვიზაფხულეთ, როგორც ხედავთ და პატარა საქმე მაქვს აქ, მაგრამ გადავწყვეტა რომ ეს ვლოგი გადამეღო და მეჩვენებინა თუ რა ხდება მარტში კვიპროსზე, როგორი ამინდებია, როგორი ქალაქია, იმიტომ რომ ვიცი რომ მოგწონთ მსგავსი კონტენტი და არ ვიცი, იმედია რომ ისე ამოვნებთ და მოგეწონებათ დღევანდელი ვლოგი. ზოგადად ლიმასოლში ბევრად უფრო მეტი საინტერესო ადგილი არის, თუნდაც კაფეები, რესტორნები, საშოპინგო ქუჩებიც ბევრად უფრო მრავალფეროვანი არის, რო შევადარებთ ლარნაკას, ამიტომ ვაპირებ რომ შუა დღეს ვიპავა რამე კაფე, საინტერესო და ლამაზი და გემრიელი საჭმელებიც რო გქონათ, იმიტომ რომ შეა და იქიდან ვიმუშავებ. მე საღამოს უკვე დაბრუნდები ლარნაკაში, მაქანა კი ეს პატარა საქმე უნდა მოვიშარო, მოკლედ ეს არის ჩვენი დღის გეგმა. წავედით. ძალიან გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა, გაწვიმდა. ზარაში ვნახე ესეთი უსაყვარლესი კეპი, წიწაკებიანი და ესეთი ლამაზი ჩანთები. მე კი არ მინდა მაღაზიებში ბოდიალი, უბრალოდ გარეთ გაწვიმდა და სხვა გზა არ მოქვს და აქ ვაფარებ თავს. ესეც ძალიან მომეწონა. ძალიან მიყვარს ეს ფერები. გამარჯობა მეგობრებო. დღეს ცოტა ღრუბელი გვაქვს და
დიდად კარგი ამინდი ვერ არის, მაგრამ არა უშავ სამუშაო დღე არის, მთელი დღე მაინც უნდა ვემუშაო და მივდივარ შედარებით უფრო შორს სხვა უბანში, ჩემ მეგობრებს ხვდები, რომ ერთად ვიმუშაოთ და გადავწყვიტე, რომ დაგათვალიერებინოთ მაკენზი, სხვათა შორის ტურისტული უბანი არის საკმაოდ ლარნაკაში, ამიტომ გავისეინოთ და თან რაღაცებს გაჩვენებთ.